ეს პროფესია დავიწყე 1992 წლის გაზაფხულიდან და უკვე 34 წელია რაც ამ საქმეს ვიმსახურები. ამ პერიოდში მომიწია 7 ომის გაშუქება, როგორც ომის ჟურნალისტს და ასევე სხვადასხვა სამხედრო სწავლებები. ჟურნალისტის პროფესია, რა თქმა უნდა, რთულია, საინტერესო რთულია, მაგრამ ჟურნალისტი უნდა იყოს პროფესიონალი, რომ მან შეძლოს მოსახლეობამდე, საზოგადოებამდე მიიტანოს ეს ყველაფერი, რასაც თვითონ ახავს თავის თვალით, თავის ყურით გაიგებს, მაგრამ ამ ჟურნალისტის პროფესიაში გამორჩეულია სწორედ ეს ექსტრემალური ჟურნალისტიკა, ომის ჟურნალისტიკა, რადგან ჟურნალისტმა უნდა იფიქროს არა მარტო იმაზე, თუ როგორ მოამზადოს მასალა მიიტანოს, არამედ თავის პირად უსაფრთხოებაზეც ამ საბრძოლო მოქმედების ზონაში. ან სულად ბუნებრივი კატასტროფების გაშუქებისას, ან ტექნოგენური კატასტროფების გაშუქებისას, ძევლებთან ინტერვიუს აღებისას, ტერორისტებთან, ეს ურთულესი თემაა და რა თქმა უნდა ის მოითხოვს სწავლებას, აქ უდიდეს მნიშვნელობა ენიჭება, არა მარტო ის რომ სწორედ გააშუქოს ჟურნალისტმა, არამედ თავის პირად უსაფრთხოებაზეც იფიქროს. თუ როგორ მოიქცეს, თქვა დაბომბვის დროს, როლის დროს, ნაღმურველზე გასვლისას და ასე შემდეგ. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ვასწავლი 2013 წლიდან და ამ 13 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული მომავალი ჟურნალისტი მოემზადა ჩემთან ექსტრემალური ჟურნალისტიკის თემაზე. რას ნიშნავს ექსტრემალური ჟურნალისტიკა? ეს არის ერთ-ერთი ურთულესი მიმართულება ჟურნალისტიკაში და რომელიც მოიცავს ომის ჟურნალისტის პროფესიას, ასევე ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების გაშუქებას. რა თქმა უნდა, ეს რთულია, სახიფათოცა, მაგრამ ამასთანავე ძალიან საინტერესოა, რასაც თქვენ აქ შეისწავლით, ეს გამოგადგება ცხოვრებაში აუცილებლად.